ბატონ სერგო, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუში მონაწილეობისთვის. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ეს ინტერვიუ ჩავწეროთ ამ ისტორიულ შენობაში. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ვიმყოფებით საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში, იქ სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოს 5 პატრიარქი და მათ შორის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღსაყდრებიდან ვიდრე 1991 წლამდე. ბატონ სერგო, ჩვენ ამ რეზიდენციის ისტორია სხვა გადაცემებშიც მოყოლილი გვაქვს, თქვენ გაქვთ მოყოლილი ამბობი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ გთხოვოთ მცირე ისტორიული რაკურსი ამ რეზიდენციასთან დაკავშირებით, ამ ისტორიულ ოთახთან დაკავშირებით, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის პატრიარქის სამუშაო ოთახი და როგორც ვიცით, ეს მაგიდა სამუშაო მაგიდა როგორც იყო პატრიარქის აქ მოღვაწეობისა და მუშაობის ცხოვრების პერიოდში ზუსტად ისევეა შემორჩენილი და აი რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა ამ შენობის შესახებ და ამ ოთახის შესახებ სადაც თქვენ სხვათა შორის პატრიარქმა 1978 წელს მიგიღოთ. დიდი მადლობა პირველ ყოვლისა დავიწყებ იმით რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქების რეზიდენცია იყო ანჩისხატის ტაძრის ეზოში. უწმინდესი ანტონ მეორე იყო ბოლო პატრიარქი, რომელიც იმ რეზიდენციაში ცხოვრობდა. ხოლო მე-19 საუკუნეში, როდესაც ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა, ეგზარქოსობის დროს აშენდა ის რეზიდენცია, რომელიც ამჟამად არის საპატრიარქო რეზიდენცია. და აქ იყვნენ მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან ეგზარქოსები ევგენი ბაჟონოვიდან დაწყებული პლატონ რაჟდენსტვენსკით დამთავრებული 1917 წლამდე. ავტოკეფალია, როდესაც აღდგა 1917 წლის 12 მარტს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მიტროპოლიტი ეგზარქოსი პლატონ რაჟდენსტვენსკი ჯერ კიდევ იყო იქ 1917 წლის აგვისტომდე. 1917 წლის აგვისტოში ის წავიდა რუსეთში, საეკლესიო კრება დაიწყო და ის რეზიდენცია დაიკავა საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მიტროპოლიტ ლეონიდეს თავმჯდომარეობით, ხელმძღვანელობით. ხოლო 1917 წლის 17 სექტემბერს, როდესაც ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიის პირველი კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე გახდა, იმ რეზიდენციაში ცხოვრობდა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე, კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე და კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია. ოღონდ 1923 წელს საკათალიკოსო სასახლე ჩამოერთვა საქართველოს ეკლესიას თავრობის მაშინდელი ათეისტური ხელისუფლების განკარგულებით და როდესაც ამბროსი ხელაია დააპატიმრეს და გამოვიდა საპატიმროდან უკვე მას რეზიდენცია აღარ ჰქონდა და სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, აი დღეს სადაც ბაღია ქვევით, იქ იყო ორსართულიანი პატარა შენობა და 3 ოთახი იყო მთელი საკათალიკოსო რეზიდენცია და ეს ძალიან აწუხებდა როგორც კათოლიკოს პატრიარქ ამბროსის, ასევე ქრისტეფორე მესამეს და განსაკუთრებით კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ერთგვარად შეიცვალა დამოკიდებულება, უფრო ლოიალური გახდა საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ამან მისცა შესაძლებლობა კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს ეთხოვა ნებართვა საერო ხელისუფლებისათვის, რომ ამ ადგილზე აშენებულიყო აი ეს რეზიდენცია, საკათალიკოსო რეზიდენცია და ეს აშენდა 1951 წლის დეკემბერში დასრულდა და კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი კალისტრატე გადმოვიდა იქიდან აქეთ, სულ რაღაც 2 თვე, 3 თებერვალს იგი გარდაიცვალა 52 წელს და შემდეგი პატრიარქები უწმინდესი მელქიზედეკ მესამე ფხალაძე, უწმინდესი ეფრემ მეორე სიდამონიძე, უწმინდესი დავით მეხუთე დევდარიანი აი აქ იყვნენ და ეს ოთახი უშუალოდ იყო კარის ეკლესია და 1967 წლის 9 ნოემბერს, როცა პირველი სინოდის ხდომა ჩატარდა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა განსვენებული კათოლიკოს პატრიარქ დავით მეხუთის დაკრძალვის ორგანიზაციული საკითხები, ასევე გამოერჩია მოსაყდრე
ამ შენობის პირველ სართულზე, აი მარჯვენა მხარეზე, ის იყო კათოლიკოს პატრიარქების სამუშაო კაბინეტი, იქ ჩატარდა ეს სხდომა, რომელმაც გამოირჩია მოსაყდრედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია და უკვე მოსაყდრე ილია 77 წლის 10 ნოემბრიდან ბრძანდებოდა აქ ჯერ როგორც მოსაყდრე, ხოლო 77 წლის 25 დეკემბრიდან როგორც კათოლიკოს პატრიარქი სამუშაო კაბინეტი ქვევით იყო, შემდგომ აქ 78 წლის მაისში ხანძარი მოხდა და შენობა აღსადგენი გახდა თავიდან და მაშინ მიიღო კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა ილიამ გადაწყვეტილება, რომ აქ გაეკეთებინა პატრიარქის სამუშაო კაბინეტი, იმიტომ რომ ილია მეორე მისი უწმინდესობა ემზადებოდა ძალიან სერიოზული მუშაობისათვის და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ეკლესიებთან მჭიდრო კონტაქტისათვის მოიწვევდა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს და მას მისაღები დარბაზი არ ჰქონდა. როცა ჭირდებოდათ ხოლმე ჩვენ პატრიარქებს, აი მაგალითად არის სურათები შემორჩენილი დავით მეხუთის დროს, რომ ახლანდელი პრეზიდენტის სასახლე სადაც არის, იქ არსებობდა საზღვარგარეთთან მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება და იქ იღებდნენ ხოლმე უცხოელ სტუმრებს, საერთო სასულიერო პირებს და ეს ძალიან უხერხული სიტუაცია იყო და გადაწყდა, რომ ეს მისაღებად გაეკეთებინა აი პატრიარქის სამუშაო კაბინეტი და სტუმრების მისაღები დარბაზი. და 78 წლის ბოლოს დასრულდა ეს ამ რეზიდენციის რესტავრაცია. ეს რასაც ხედავთ ყველაფერი მაშინ დაეწყო აქ. პატრიარქმა მისცა ლოცვა-კურთხევა ალექსანდრე ბანძელაძეს, რომელმაც მოხატა ეს 78 წელს, იქ წარწერაც არის გაკეთებული, აი რომ მოიხატა. სხვათა შორის ეს მხატვარი ასევე არის დიდუბის ეკლესიის მომხატველი და იგივეა და აი სწორედ იქიდან მოყოლებული 1978 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან 1991 წლამდე კათოლიკოს პატრიარქი იღებდა სტუმრებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს ამ დარბაზში და ამის უამრავი ფოტომასალა. მრავალი ისტორიული სტუმარი ახსოვს და მრავალი ისტორიული გადაწყვეტილება ამოთახს. მათ შორის აქ მიიღო კათოლიკოს პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქი ყოლოდუწმინდესი დიმიტრიოსი, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციები, რომლებიც ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ჩვენს ეკლესიასთან. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ მე-6, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა საქართველო, ანტიოქიის პატრიარქი ეგნატიოსი, ხოლო იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი და ასე ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელი 91 წლამდე თითქმის ყველანი ჩამობრძანდნენ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში და ეს მიღებები ხდებოდა აქ ამ დარბაზში. ეს არის ისტორიული დარბაზი და მე მახსოვს ერთხელ როცა შემდეგ რესტავრაცია ჩატარდა კიდევ და მისი უწმინდესობა მობრძანდა აქ სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით იყო რომ უწმინდესი კალისტრატეს სურათი აი აქ დაკიდეს როგორც ამ შენობის ასე რომ ვთქვათ შემქმნელისა და დამგეგმავი და სწორედ ეს იყო და მაშინ ბრძანა რომ აი ეს ადგილი არ არის ჩვეულებრივი ადგილი, აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ბატონო სერგო, თქვენ ბრძანდებით ცოცხალი მემატიანე საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის, ასევე პატრიარქის ცხოვრების მოღვაწეობის და მისთვის არაერთი წიგნი გაქვთ მიძღვნილი და იცის საზოგადოებამ თქვენი ნაშრომების შესახებ. მე მინდა გკითხოთ, აი ჯერ კიდევ მღვდელმთავრობის პერიოდში და ვიცით რომ პატრიარქი მღვდელმთავრად 1973 წელს გამოირჩიეს და პატრიარქი ეფრემ მეორის კურთხევით გახდა ის ეპისკოპოსი ხელდასხმით სიონის საკათედრო ტაძარში მოხდა მისი კურთხევა, ხო? ხომ ესე იყო? და აი მღვდელმთავრობის პერიოდში უწმინდესის მოღვაწეობა რითი იყო გამორჩეული? პირველ ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი 30 წლის ასაკში 1963 წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ხელდასხმა სიონის საკათედრო ტაძარში. ახლა ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ მომენტს.
სამწუხაროდ იმ პერიოდში სვეტი ცხოველს სახელმწიფო არ უთმობდა ეკლესიას. ერთადერთი გამონაკვლის უშვებდა, რომ კათოლიკოს პატრიარქების კურთხევა ხდებოდა სვეტი ცხოველში. თვით მირონიც კი მე-20 საუკუნეში 1918, 1920, 1957, 1963 წლებში ყველა თბილისში პირველად ანჩისხატში, დანარჩენი სიონში მომზადდა. კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც დააბრუნა ისტორიული ტრადიცია მღვდელმთავრების სვეტიცხოველში კურთხევისა 78 წლის მარტიდან დაიწყო ეს პროცესი, როცა უკვე მღვდელმთავრებს აკურთხებდნენ სვეტიცხოველში, პირველი სამი მღვდელმთავარი სიონში აკურთხეს და დანარჩენები მერე სვეტიცხოველში და მირონის მომზადებაც აი პირველად 1980 წელს მოხდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ახლა რაც შეეხება მისი მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ რა მთავარი ამოცანები ჰქონდა გადასაწყვეტი. მას მაშინვე ჩააბარეს ახლად გახსნილი მცხეთის სამოძღვრო კურსები, იგივე მომავალში უკვე მცხეთის სასულიერო სემინარია 2 წელიწადში გახდა მცხეთის სასულიერო სემინარია. ახლა წარმოედგინეთ თქვენ რომ 1917 წლის შემდეგ ჩვენთან სასულიერო სასწავლებელი აღარ არსებობდა. ის რუსული სასულიერო სასწავლებელი იყო სემინარია, რომელმაც 1917 წელს შეწყვიტა არსებობდა. ამის შემდეგ ჩვენ აღარ გქონია და რამხელა საპასუხისმგებლო საქმე არის კომუნისტების, განსაკუთრებით ეს არის ხრუშჩოვის პერიოდი და ხრუშჩოვის დროს ისევ გაძლიერდა ანტირელიგიური პროპაგანდა და ზეწოლა ეკლესიაზე. ხრუშჩოვმა წინა ხელისუფლებას შეცდომად ჩაუთვალა ის, რომ ცოტა ლიბერალურები იყვნენ ეკლესიასთან მიმართებაში და გააძლიერა ანტირელიგიური ისტერია და ამ დროს გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაიქცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებას თავიდანვე ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ასევე მნიშვნელოვანი რაც გახლდათ, ეს იყო ის, რომ ჩვენი ეკლესია მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლიდან ჩვენ აღვიდგინეთ ავტოკეფალია ისტორიული, მას რუსეთის ეკლესიის მეტი არავინ არ აღიარებდა და ის აღიარებაც 53 წელს უშუალოდ მაშინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევით მოხდა, მას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და უწმინდესი ეფრემის ლოცვა კურთხევით შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში საგარეო განყოფილება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მღვდელმთავარი ილია შიოლაშვილი, ეპისკოპოსი ილია ჯერჯერობით და პირველად როცა ის გავიდა, აი საბერძნეთში როდოსზე იყო რაღაც მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრება და იქ როგორც ავტონომიური ეკლესია ასე მოიხსენია ჩვენი ეკლესია მას მოყვა შემდეგ ძალიან უსიამოვნო გაგრძელება პატრიარქმა მაშინდელმა ეპისკოპოსმა პროტესტი განაცხადა ამის გამო და როცა დაბრუნდა მოახსენა მის შესახებ კათოლიკოს პატრიარქი ეფრემს და ეფრემმა კათოლიკოს პატრიარქმა დაავალა რომ იმუშავე ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე და ეს ახალგაზრდა მღვდელმთავარი ახლა დადგა ასეთი ამოცანის წინაშე რომ სასულიერო პირები ძველი თაობა თითქმის ყველა გარდაცვლილია და ახალ თაობაში არ არის სასულიერო უმაღლეს სასულიერო განათლების ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ამ თემებზე იმუშაოს. მას სჭირდება ინტელიგენციასთან, მეცნიერ ისტორიკოსებთან, ფილოლოგებთან, წყაროწოდნებთან კონტაქტი. ამის საშუალება ხელისუფლება არ აძლევს მეცნიერებს. ეკლესიისკენ ვერ გამოიხედავენ ისინი და რამდენად რთული ამოცანა ჰქონდა ახალგაზრდა მღვდელმთავარ ჯერ შემოქმედებელ ეპისკოპოსს, ხოლო შემდეგ უკვე 67 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსს და 69 წლიდან უკვე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას, რომ მეცნიერებთან, ქართველ მეცნიერებთან მისულიყო და დაერწმუნებინა ისინი, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო მათი თანამშრომლობა საქართველოს ეკლესიასთან ისეთ მნიშვნელოვანი თემის მოგვარების საკითხში, როგორც იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება. სამწუხაროდ ჩვენმა ძნელბედობამ, რაც გადახდა ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე, ჩვენი არქივები, ჩვენი წიგნსაცავები არაერთხელ შეიწირა. აი ჯერ მონღოლები, მერე თემურლენგი, შემდეგ ბოლოს აღამ ახმათხანით. ამას მერე ხელი აღარც ეგზარქოსებმა დააკლეს და აღარც კომუნისტებმა, როდესაც ადმინისტრაციული წესით ხურავდნენ ეკლესიებს, ანადგურებდნენ იქ დაცულ უამრავ ისტორიულ დოკუმენტებს და ჩვენ მტკიცებულებები ამ
კათოლიკოს პატრიარქის სახელოს და საკათალიკოსოსი ძალიან ცოტა ჰქონდა და აი მეცნიერებმა სწორედ ამ დოკუმენტების მოძიება დაიწყეს ქართულ, რუსულ, ბერძნულ წყაროებში და მოიძიეს ბევრი რამ და შემდეგ ეს დაედო საფუძვლად სწორედ იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც ჯერ როგორც შემოქმედელი ეპისკოპოსი, შემდეგ როგორც ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი აწარმოებდა მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურებთან. ამავე დროს უნდა გითხრათ ერთი რამ, რომ ამ დროს, როცა ის ჯერ კიდევ მღვდელმთავარია, მას უწევდა საქართველოს ეკლესიის სახელით ბევრ საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის მიღება და ეს არ იყო მარტო მართლმადიდებელი ეკლესიათა შეკრებები. იყო არამართლმადიდებელი ეკლესიათა შეკრებებიც და ამ შემთხვევაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რაც საქართველოს წარმოადგენდა უცხოეთში. ეს იყო საქართველოს ეკლესია. აი ამ სახით შეხვდა ის 77 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ინდირა განდის თქვათ. და სურათიც არის სექტემბერში 77 წელს და ეხლა იქნებათ ალბათ ეს სურათი გვაქვს და ეს მაშინ გამოდიოდა ასეთი გაზეთი სამშობლო და ამ გაზეთში მაშინდელმა ჟურნალისტმა ლამარათელიამ მიუძღვნა ძალიან ვრცელი რეპორტაჟი და ეხლა ინდირა განდის როცა შეხვდებოდა პირველ ყოვლისა უნდა ეთქვა საქართველოს ადარი რას წარმოადგენს რა ქვეყანა და ანუ პატრიარქი არა ამ შემთხვევაში ჯერ როგორც საგარეო განყოფილების თავმჯდომარე იყო ერთგვარი საქართველოს პროპაგანდისტი ამ ქვეყნებში სადაც რუკაზე არ იყვარსად დაჩენები. ეგ კი არა 1980 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა რომის პაპს იოანე პავლე მეორეს ვატიკანში შეხვდა, იხსენებდა მისი უწმინდესობა, რომ პაპმა თავარი მისაღები დარბაზიდან გადამიყვანა პატარა ოთახში, იქ რუკა ჰქონდაო, გაშლილიო და გლობუსიო და მონიშნული იყო, რუკაზე საქართველოს მაშინ არ იყო საბჭოთა კავშირის. აქ არისო თქვენი ქვეყანაო? მე დავეთანხმოთ. როგორ მოაღწიეთ აქამდეო? რა რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გიცხოვრიათ? ესეთი ისტორიული მისია ჰქონდა ჩვენს პატრიარქს და თქვენ ავტოკეფალიაზე საუბრობდით, ავტოკეფალიის აღიარებისთვის ბრძოლაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს დაგვირგვინდა 1990 წელს 4 მარტს მართლმადიდებლობის ზეიმზე, როდესაც 2 ტომოსი გადმოეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს მოხდა ჩვენი პატრიარქის ძალიან თანმიმდევრული, მრავალწლიანი მოღვაწეობით და შრომით, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მისი მღვდელმთავრობის პერიოდში. აი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აქ პიროვნულმა ფაქტორმა შეასრულა გადამწყვეტი როლი, იმიტომ რომ დოკუმენტები არ ქონდა ჩვენ იმდენი მტკიცებულებისა, რაც ამისთვის საჭირო იყო. და მისი უწმინდესობა ყველა ნიუანსს აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს დეტალურად არაერთხელ აღწერა მაშინ თარჯიმანმა პროფესორმა თამარ მესხმა გადაცემებში, რომ აი თითოეულ ნიუანსს აქცევდა ყურადღებას, რა უნდა ასახულიყო ტომოსში. და არსად საქართველოს ეკლესიის საწინააღმდეგოდ რაიმე დათმობაზე არ მიდიოდა. და აი ძალიან პრინციპული იყო ამ ყველაფერში, განსაკუთრებით მირონის საკითხი, როდესაც იხილებოდა, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ გამოვაგზავნით, არა, უნდა ჩაიწეროს და ბოლოს ასეთი კომპრომისული ჩანაწერია, რომ როგორც ისტორიულად იყო მირონთან დაკავშირებდა, ისტორიულად მოგეხსენებათ მირონ ჩვენთან ამზადებდა. ბატონ სერგო, მე მინდა გთხოვოთ ასევე გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც პატრიარქი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, როდესაც მოხდა მისი აღსაყდრება 1977 წელს 25 დეკემბერს. აი რა შეიცვალა პატრიარქის მობრძანებით საპატრიარქო ტახტზე? როგორ გაიცნო ის ხალხმა? და აი პირველი ნაბიჯები როგორი იყო? პირველი წირვა როგორც კათოლიკოს პატრიარქმა 2 იანვარს ჩაატარა სიონის საკათედრო ტაძარში. დავიწყოთ იმით, რომ საოცარი გარეგნობა ჰქონდა მის უწმინდესობას, ახალგაზრდა კაცი 54 წლის და პირველად, როდესაც დაიწყო, პირველი მისი ქადაგება იყო უმარტივესი. ანუ მრევლი არ არსებობდა, ის მრევლი, რომელიც იყო პირობითად შეიძლება უწოდოთ მრევლი, მას ასწავლა აუცილებელია პირველი ლოცვები ვისწავლოთ. ტაძარში როგორ დავდგეთ.
როგორ ავიღოთ ლოცვა კურთხევა სასულიერო პირისაგან. მე ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნე ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძის დიალოგი მის უწმინდესობასთან, ის 91 წელს შედგა. აქ არის ის. დიახ. ვერიკო ანჯაფარიძე უდიდესი მსახიობია. დიდი ხელოვანია, მაგრამ ის ათეისტია. ის იმ ეპოქის შვილია და კითხვებს, რომელსაც ის უსვამს პატრიარქს, დღევანდელი გადასახედიდან იფიქრებს, როგორ სვამს ამ კითხვებსო, როგორი მოთმინებით, როგორი დიდსულოვნებით და როგორი საოცარი ტაქტით პასუხობს პატრიარქი მის თვითეულ კითხვას და როგორი მიდის აქედან ვერიკო ანჯაფარი. თქვენზე ლეგენდები დადისო. მე ხლა მშვიდდებიო თქვენთან, რომ შვილი რომ გარდაეცვალა, აი საშინელ დღეში აღმოჩნდა და ეხლა ეს შვილი გარდაცვლილი რომ თქვი. დამისახელეთ მსოფლიო ისტორიაში მაგალითი. შვილ გარდაცვლილი დედებთან და მამებთან რომ დაჯდეს ეკლესიის მეთაური, იტიროს მათთან ერთად. გაიზიაროს მათი ტკივილი და მერე ძალიან ტაქტიანად უთხრას. თქვენ ოჯახი გაქვთ. თქვენ შვილები გყავთ აქ. ამათ მიხედეთ, თქვენი შვილის სულს ეს პირიქით დასჭირდება. თქვენი ასეთი ქმედება, რომ ყველაფერ ამ ქვეყნიურზე უარი თქვათ, ეს არ არის ქრისტიანობა. და შვილთ გარდაცვლილი დედები, მამები, რომელთათვისაც ჩამოქცეული იყო სამყარო, მოაბრუნა აქეთ. ეს მეორე მაგალითი და ეს ყველა. ახლა გავაგრძელოთ ასე. სიონში იყო შერეული გუნდი ერთი. შეავსო ეს გუნდი, ოპერიდანაც მოიწვია მომღერლები, პირველი გუნდი ერთი და ამას მოყვა ვაშთა გუნდიც. ეს მოაწესრიგა. სტიქაროსნები, აი პირველად რომ ნახოთ თქვენ პატრიარქის აღსაყდრების დროს, არა ქართველები არიან, არ ყავდა ქართველი სტიქაროსნები. აი მამა ელისე გაიხსენა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ახალგაზრდები მოვიდა ეკლესიაში. ის ხელოვნური გაუცხოების კედელი, რაც საბჭოთა სისტემამ შექმნა, ნელ-ნელა დაარღვია. და ხალხთან მივიდა და ხალხიც მოვიდა ეკლესიაში. 4 ჯერ ხდებოდა ყოველ კვირაში პატრიარქი სიონში მრევლს. ორშაბათი, სამშაბათი, შაბათი და კვირა. მე მახსოვს ორშაბათი, ბავშვების დღე იყო. სამშაბათს ღვთისმშობლის პარაკლისი იყო. ხუთშაბათს ინტელიგენციას ხვდება. ახლა რაც შეეხება ინტელიგენციასთან შეხვედრას, დიახ, ხუთშაბათობები უწმინდეს კალისტრატეს ჰქონდაო. იხსენებდა პატრიარქი, უწმინდეს კალისტრატესთან მოდიოდნენ კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვები. მაგრამ მაინც შეზღუდული იყო ის რაოდენობა. პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ათონის მთის გუბერნატორი მოიწვია საქართველოში 79 წელს დოქტორი იოანე ცამისი. ცოტა ხანში ის აი ამ ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა. ანუ მიეცა საშუალება უნივერსიტეტში მისვლის. იქ შეხვდა ქართველ მეცნიერების აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე იყო მაშინ მასპინძელი. შემდეგ ათონიდან ხელნაწერების მიკროფილმები ჩამოაბრძანეს. აი აქ არის სურათი, როცა პატრიარქი გადასცემს ქართველ მეცნიერებს ამას. ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხიდია. მეცნიერები, ანუ ის რასაც ამტკიცებდა ათეისტური ხელისუფლება, რომ რელიგია ხალხის ოპიუმია და მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან შეუთავსებელია, მისი უწმინდესობა პირიქით ყოველთვის ხას უსვამდა, რომ მეცნიერება და რელიგია ერთად არის, არ შეიძლება რომ ესენი ერთმანეთს ეწინააღმდეგონ და ამით მან აღადგინა ის დიდი ტრადიცია, რაც თავის დროზე ახლა ივანე ჯავახიშვილმა როცა უნივერსიტეტი დააფუძნა, დაიწყო რით? სამადლობელი პარაკლისი, რომელიც უწმინდესმა კირიონ მეორემ გადაიხადა და ის სანთელი, რომელიც იქ პროფესურამ და კირიონ მეორემ თავის
მხლებლებთან ერთად დაანთეს უნივერსიტეტის ეკლესიაში, ეს იყო ცოდნისა და რწმენის ერთიანობის სანთელი. ეს აღადგინა. ცოდნისა და რწმენის ერთიანობაზე დაფუძნდა და სწორედ აი ამ საფუძველზე დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მისი დაფუძნებულია 1988 წელს, სწორედ აი ამას ნიშნავდა და მანდაც იცით იყვნენ სკეპტიკოსები მაშინ რომ კი, მაგრამ კადრები არ აყავთ, როგორ დაარსებთ, როგორ გინდათ ხელისუფლება ამაზე დაობდა. ერთხელ უწმინდესმა გაიხსენა რომ თურმე უთქვამთ ჩვენი პატრიარქიო რეალობას არის მოწყვეტილი, რა დროს აკადემიის გახსნაზეა საუბარიო, მაგრამ გაიხსნა აკადემია და სხვა სიმაღლეზე ავიდა. ეს სწორედ მისი დამსახურება. ბატონ სერგო, პატრიარქ ილია მეორეს ყველა 10 წლეულში, ალბათ ყველა 5 წლეულში შესაძლებელია ქონდა სხვადასხვა გამოწვევა და საქართველოს მართლმადებელ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას რთული პერიოდი გამოვიარეთ. 59 წელი ძალიან დიდი დრო არის, 9 საუკუნე და მრავალი გამოწვევა გადაივახა. თქვენ როგორც ისტორიკოს და როგორც ადამიანს, რომელიც პატრიარქს პირადად იცნობდით, მასთან ჰქონდათ შეხვედრების ბედნიერება, ურთიერთობის, რა მიგაჩნიათ მთავარ გამარჯვებად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესი? სასულიერო პირობა იყო სალანძღავი და მიუღებელი ოჯახში, როგორი განათლებული ოჯახის წარმოყოფილიყო, თუ რომელიმე შვილი იტყოდა, რომ ეს სემინარიაში უნდა წავიდე, გლოვა გამოცხადდებოდა იმ ოჯახში. სასულიერო პირობა მიუღებელი იყო. თითქო უნდათ მღვდელი მიცვალებულის წესის ასაგებად, ნათლობისათვის, მაგრამ სასულიერო პირობა იყო მიუღებელი. აი აიღეთ საბჭოთა ფილმები. დადებითი პერსონაჟი, სასულიერო პირი მაჩვენეთ, თუ არ ჩავთვლით კონდრატე თათარაშვილის მამლუქს. დიახ. ეს რეალური იყო. და პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირობა პრესტიჟულ და ღირსების და ღირსეულ საქმედ ჩაუთვალა ადამიანებს და აი ხალხი ეკლესიისაკენ მოაბრუნა. ამას მოწმობს სასულიერო დაცვის გამრავლებაც. ესეთი. მეორე, ეპარქიები ფაქტიურად ქაღალდზე არსებობდა. საეპარქიო სკოლები, სემინარიები, თუნდაც მერე უმაღლეს სასწავლებლად არაფერი არ იყო. ეს მეორე და მნიშვნელოვანი. მესამე და მნიშვნელოვანი ეს გახლდათ, რომ ავტოკეფალიის აღიარება, ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება. მეოთხე და კიდევ ბევრი შეიძლება, მაგრამ მეოთხეს მე ჩავთვლილ კონსტიტუციური შეთანხმება 2002 წელს, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო, იმიტომ რომ ხელისუფლების გემოვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ეკლესიასთან ურთიერთობა და კონსტიტუციური შეთანხმება არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც იცავს ეკლესიას ამ შესაძლო პროცესებისაგან, უარყოფითი პროცესებისაგან. ეს სწორედ პატრიარქის განსაკუთრებული დამსახურება იყო. და თვითონ უწმინდესი თვლიდა, რომ მისი ყველაზე დიდი დამსახურება იყო შვიდგზის ლოცვები. თუ როგორ არის ის? შვიდგზის ლოცვის ტრადიციის აღდგენა, ამას თვლიდა თვითონ. და ყველაზე რთული გამოწვევების პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დადგა დაშლის საფრთხის წინაშე. პატრიარქი ჩვენი ერის ერთიანობის გარანტი იყო და ყველა რთული ვითარების შემდეგ ის საკუთარ თავში ნახულობდა ძალას, რომ მთელი საქართველო მოევლო და მოფერებოდა ყველას. ჩაეკრა გულში და იმ ერთიანობის სიმბოლოდ დარჩენილიყო ბოლომდე და საჩვენა თუნდაც 17-22 მარტის ამბებმაც. და
აი სწორედ ამ დღეების შეფასებაც მინდა გთხოვოთ, თქვენ უძღვებოდით აი ტრანსლაციას კომენტარს აკეთებდით პროცესის, როდესაც პატრიარქის გადმოსვენება მოხდა, ჯერ როდესაც სამების საპატრიარქო ტაძარში იყო დასვენებული და შემდგომ როდესაც პროცესია გამოემართა სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის მომენტი, როდესაც დაცვის წევრები ემშვიდობებოდნენ პატრიარქს და თქვენც ამ დროს მაყურებელმა შეამჩნია რაღაცნაირად ემოცია მოგეძალათ და ბუნებრივი იყო. აი როგორ შეაფასებდით? ყველამ ვიცით რომ ვიცოდით რომ პატრიარქს ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი და სიყვარული ქართველი ხალხის და არა მხოლოდ მთელი მართლმადიდებელი სამყარო უდიდეს პატივს სცემდა ჩვენს პატრიარქს. მაგრამ ის რაც მოხდა ამ დღეებში ამბობენ რომ იყო მაინც მოულოდნელი ამდენი ხალხის გამოსვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ? იცით რა შეასაქმე? ჩვენ საერთოდ ადამიანებს ასეთი რამ გვახასიათებს, ჩვენ გვერდით დიდი ადამიანი როდესაც არის, ამას ჩვეულებრივად ავულქონთ, რომ ახლა წარმოედგინეთ, ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ პატრიარქი გავიდოდა ამ სოფლიდან მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ის ძიმედ იყო, დაუძლურებული იყო, მაგრამ მაინც ვერ წარმოედგინა და ეს აღმოჩნდა რაღაცა ძალიან დიდი ტკივილის, სინანულის და იმის განცდისა, რომ თურმე რამხელა პიროვნება დავკარგა საქართველომ და გარდა ამისა კიდევ თქვენ რომ ძალიან ემოცია. დიახ. ჩემი თაობა გამოეთხოვა საბოლოოდ ახალგაზრდობას. პატრიარქი ჩვენ მოვედით სრულიად ახალგაზრდები აქ. და როცა უწმინდესი გავიდა ამ სოფლიდან, აი ჩვენ გამოეთხოვეთ ამით ჩვენ ახალგაზრდობას. ეს განცდა. მე არ შემიძლია არ მოვიშველიო ორი ძალიან საინტერესო შეფასება. ერთი ის იყო ფრანცისკე რომის პაპი, რომელიც 2016 წელს იყო თუ არ ვცდები საქართველოში. მან სამივე სახელმწიფო მოიარა კავკასიაში, იყო სომხეთში, იყო აზერბაიჯანში და იყო საქართველოში და კითხეს ჟურნალისტებმა, როცა აზერბაიჯანიდან მიდიოდა, რომ თქვენ სამივე ქვეყანაში იყავითო და რას ყველაზე კარგი თქვა რა, მაგრამ რა შეეხება საქართველოსო? მეო გამაოცაო და შემძრაო საქართველოს ეკლესიის საჭეთვრებელმო. მე მასში ღვთისკაცი დავინახევ. ამას ამბობს 1,400,000,000-იანი მრევლის პატრონი, სულიერი წინამძღოლი. მართლა საოცარი ხო? საოცარი. ეს ერთი. მეორე. ასევე ჩემთვის იყო უკვე შეფასებაა ეს. 2017 წელს, როდესაც უწმინდესი დაბრუნდა გერმანიიდან მკურნალობის კურსის შემდეგ, აღდგომის კვირა ახლოვდება და თბილისში საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, ჩამოვიდა კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე. მას ახლდა ოჯახი. მეო იქ მინდოდაო ჩამოსვლაო გერმანიაში, რომ მენახეთო, მაგრამ მერეო გადავწყვიტეო, რომ აქ ჩამოვიდოდიო, ჩემი ოჯახის წევრები მოვიყვანეო. მინდა რომ დალოცოთ ესენ თქვენ ჩვენი მამა ხართ. ალბათ იშვიათია მსოფლიო ისტორიაში, რომ მუსლიმთა საბჭოს შეიხი თხოვს დალოცვას ქრისტიან ეკლესიის მეთაურ, თქვენ განსაკუთრებული ხართ, თქვენ კავკასიის მამა ხართ. დიახ და ალბათ იშვიათია ეს აი მუსლიმთა ლიდერის ეს გამოსვლა შეფასებაა ეს. ანუ აი პატრიარქს, ჩვენ პატრიარქს ჰქონდა რაღაც საოცარი აი არ მინდა ეს სიტყვა ქარიზმას ამბობენ ხო, რაღაც საოცარი ძალა, მადლმოსილება. ხო, ეგ უკეთესია რას თქვენ ბრძანეთ. აი ერთი შეხვედრა საკმარისი იყო ვინმესი. ეს პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, რამდენი თანაც რელიგიური ლიდერები, რომ ისინი მიდიოდნენ აღფრთოვანებული და გაოცებული და რაღაც სხვა მადლით დამუხტული და აი ეს უკვე
თვითეული ადამიანი, რომელიც 1.5 მილიონი თუ მეტი არა იდგა, თვითეული ადამიანს თავისი პატრიარქი ყავდა და თავის პატრიარქს აცილებდა, ყველას რაღაცა ჰქონდა მოსაგონარი. განსასწრელი ჟამს, თალხენი ჟამს ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. ამის მაგალითები მეც ბევრი მაქვს და ნებისმიერმა შეიძლება გაიხსენოს. ეს ყველას არ შეუძლია იმ სიმაღლეზე მყოფ ადამიანს ზოგჯერ ჭიანჭველასავითა ჩვენება დანარჩენი და პატრიარქისთვის ყველა იყო თანასწორი ღვთისმშობელი ადამიანი და ამან განაპირობა სწორედ ის რომ რაც გასცა 59 წლის მანძილზე ის დაიბრუნა მან. დიახ, და ამის დასტური როგორც თქვით იყო ის დღეები. დიახ. პატრიარქის გარდაცვალების და დაკრძალვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სერგო თქვენი დროისთვის და ამ ინტერვიუსთვის. აი ხართ.